მოგესალმებით. მე როდესაც სამეგრელოში ჩამოვდივარ, ხედავ ორ სამეგრელოს. იმ სამეგრელოს, რომელიც ახლა არის და იმ სამეგრელოს, რომელიც შეიძლება იყოს. ახლა როცა მე სამეგრელოში ჩამოვდივარ, ხედავ განუვითარებელ ინფრასტრუქტურას, განუვითარებელ ჯანდაცვას და განუვითარებელ განათლებას. ხედავ ახალგაზრდებს, რომელთანაც ლაპარაკის შემდეგ ხვდები იმას, რომ მათ უკვე ახლა აქ არ გაეჩერებათ არა იმის გამო, რომ მათ სამშობლო არ უყვართ, არამედ იმის გამო, რომ აქ ვერ ხედავენ თავიანთ მომავალს. ვერ ხედავენ იმას, თუ სამ უნდა დასახლდნენ. და ეხლა ბოლოდროინდელი იმით თუ შევხედავთ განათლება მიიღო, განათლება დეფორმირდა. ხედავთ განუვითარებელ ინფრასტრუქტურას. ბევრ ახალგაზრდასთან საუბრის შემდეგ, როდესაც მათ აქ გაჩერება არ უნდათ, მათ ისინი ვერ ხედავენ აქ იმ პერსპექტივას, რომელიც შეიძლება მათ დაინახონ. არადა სამეგრელოში და კონკრეტულად წალენჯიხაში არის უამრავი ადგილი, სადაც შეიძლება დასაქმდნენ ახალგაზრდები. სადაც შეიძლება ბევრი ბიზნესი გაიხსნას და ბევრი ახალგაზრდა დასაქმდეს. თუმცა ეს ყველაფერი იმის გამო, რომ არ ხდება სამეგრელოში და არ აკეთებს ხელისუფლება იმის გამო თავიანთ ჯიბეებს ისქელებს, ეს ყველაფერი არ ვითარდება სამეგრელოში. ხედავთ განუვითარებელ ჯანდაცვას, რომელიც აისახება იმაში, რომ ელემენტარული რეანიმობილი არ ყავს სამეგრელოს, რომლითაც როდესაც ადამიანი ცუდად ხდება, იმის გამო იყვებიან მხოლოდ ადამიანები, რომ არ არის რეანიმობილი სამეგრელოში. თუ ყველაზე კარგ შემთხვევაში რეანიმობილი ჩამოდის ზუგდიდიდან, მაგრამ ეს არის ყველაზე კარგ შემთხვევაში, უმეტესად ჩამოდის ქუთაისიდან, რა დროსაც არ ხდება პაციენტის თავის დროზე თავისი მკურნალობა. რაც შეეხება უმეტესად ახალგაზრდებზე ვისაუბრებ დღეს, ახალგაზრდობას არა აქვს, ახალგაზრდობის საუბრის შემდეგ მათ უმეტესად თბილისში წასვლის შემდეგ ევროპაში წასვლა უნდებათ. რადგან არ არის ის პერსპექტივა, ის დასაქმება, რომელიც მათთვის იქნება ღირსეული. ხედავთ სამედიცინო სფეროს, როდესაც სტუდენტები არიან სამედიცინო სფეროში, ისინი უმეტესად მუშაობენ კლინიკებში და იქ აქვს სასაცილო ანაზღაურება. ხედავთ ილიანს, რომელსაც ხურავენ, სადაც 20,000 სტუდენტი სწავლობდა, დღეს სწავლობს დღევანდელი რეფორმით 300 სტუდენტის მიღება შეიძლება. ხედავთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა ციხეში არიან. ზუგდიდიდან არის 4 პოლიტპატიმარი, რომლებიც გულანთებულები უნდა იყვნენ და უნდა ბრძოლობდნენ თავიანთი სამშობლოსთვის. თუმცა იმ ადამიანები, ის ახალგაზრდები, რომლებიც ხმას იღებენ ამ ყველაფრის წინააღმდეგ და აკრიტიკებენ ხელისუფლებას, მათ იჭერენ. ხედავთ ახალგაზრდებს, რომელსაც ხმის ამოღების უფლებას არ აძლევენ, იმის გამო, რომ ეს სახელმწიფოს არ აწყობს. ჩვენ ვხედავთ საბა ჯიქიას, რომელიც ციხეში არის და ახლა გარეთ რომ ყოფილიყო, ააშენებდა უფრო დემოკრატიულ ზუგდიდს, ვიდრე ახლა არის. თუმცა ეს ადამიანები, რომელსაც სამშობლოს სიყვარულის გამო უწევთ, ის არიან ადამიანები, რომელსაც ციხეში ყოფნა უწევთ სამშობლოს სიყვარულისთვის. ახალგაზრდები, რომლებიც ვერ სწავლობენ იმის გამო, რომ არ არის ღირსეული განათლება სკოლებსა თუ უნივერსიტეტებში. რადგან მათ არ აქვთ მათ არ შეუძლიათ თავიანთი აზრი კრიტიკულად გამოხატონ. როდესაც ყველაფერი კრიტიკას ეხება, ამ ყველაფერს ჩვენი ხელისუფლება ზღუდავს. ზღუდავს მხოლოდ იმის გამო, რომ მათ არ უნდათ ახალგაზრდები რომ განვითარდეთ. როდესაც აი ამ 14 წლის მანძილზე ახალგაზრდებისთვის არაფერი უკეთესობისკენ არ შეცვლა. არ შექმნილა ისეთი სივრცეები, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ დასაქმება. არ შექმნილა ისეთი სივრცეები, თუნდაც ბიბლიოთეკები, თუნდაც აი ამ სამეგრელოს ქალაქებში და სოფლებში, სადაც ახალგაზრდას შეიძლება მისვლა, შეიძლება წიგნის წაკითხვა, არ შემოსულა ახალი წიგნები, რაც პრობლემა არის. არ შექმნილა ისეთი ინტელექტუალური ადგილები, სადაც ახალგაზრდები მივლენ, ისაუბრებენ ერთმანეთთან და ერთმანეთს უკეთ გაიცნობენ. აქ არის უბრალოდ უხეშად ვიტყვი ჩამკვდარი ადგილები, ზაფხულობით თუ გამოსასყიდა ხოლმე, თუმცა როდესაც მე ჩამოვდივარ სამეგრელოში ზამთარში ან ზაფხულის გარდა სხვა სეზონზე, აქ არ ხდება აქ არ ჩქებს სიცოცხლე, ის სიცოცხლე, რომელიც უნდა ჩქებდეს. აქ ვერ ნახავთ სტუდენტებს, რომლებიც ჩამოდიან დასაქმების მხრივ. აქ ნახავთ სტუდენტებს, რომლებიც მიდიან საზღვარგარეთ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ არ შეუძლიათ აქ დასაქმება. აქ არის უამრავი
აქ არის უამრავი კურორტი, რომლის განვითარება შეიძლება. მაგალითად, ჩვენ ეხლა ბოლო დროს ირაკლის არქვა მახსენავს ქურის კურორტზე, რომელსაც გწირდება გზის გაკეთება, რომელსაც მხოლოდ ჭირდება გზა, რომ იყოს უკეთესი კურორტი. უკეთესი განვითარება ჰპოვოს. თუმცა ამ 14 წლის მანძილზე ჩვენ ვერ დავინახეთ აი ამ კურორტებში, აი ეს განვითარებულ კურორტები, რომელსაც აქვთ მომავალი, რომ იყვნენ უკეთესი კურორტები. და ბოლოს ამი დავასრულებდი, რომ თავისუფლება რეჟიმის ყოებს, თავისუფლება და გამარჯვება მათ.